მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება თებერვლის თვის პროგნოზს. დღევანდელი პროგნოზი ესეთი სახით მინდა მოგაწოდოთ: თვის საერთო ენერგია, ფინანსების შესახებ ინფორმაცია, კარიერის შესახებ ინფორმაცია, პირადი ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია და ბოლოს ტაროს რჩევა. გაშლა გვექნება ორ ვარიანტად, ამიტომ ახლა კონცენტრირდით, დახუჭით თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და აი თვის საერთო ენერგიის მიხედვით აარჩიეთ ვარიანტი. აი დააპაუზეთ, როცა დავალაგებ აი ამ დასტით თვის საერთო ენერგიას პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის და შემდგომ არკანებს უკვე დავამატებ ცალ-ცალკე იმ სამი სფეროსთვის, რომელიც უკვე აღნიშნე. ნახოთ აბა როგორი იქნება თებერვლის თვე 2025 წლის. ვარიანტი პირველი თვის საერთო ენერგია და ვარიანტი მეორე თვის საერთო ენერგია. აი ესე მოდი დავიხმაროთ აქ ქვები პირველი ვარიანტისთვის იქნება აი ეს ქვა და მეორე ვარიანტისთვის იქნება აი ეს ქვა. ეხლა მე მოვამზადებ დანარჩენ არკანებს, მაგრამ აი ამ ორი არკანით გააკეთეთ იდენტიფიცირება, რომელი იქნება თქვენი ვარიანტი. დააპაუზეთ და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი ახლა თქვენს წინაშე უკვე ამოვიღებ ფინანსების შესახებ ინფორმაციას. თებერვლის თვე, ფინანსები, პირველი ვარიანტი. ნახოთ. თებერვლის თვე, ფინანსები და მეორე ვარიანტი. ესე. ახლა ვნახოთ თებერვლის თვე და კარიერა. თებერვლის თვე და კარიერა. ნახოთ. თებერვლის თვე და კარიერა პირველი ვარიანტისთვის, თებერვლის თვე და კარიერა მეორე ვარიანტისთვის. ეხლა ვნახოთ თებერვლის თვე და პირადი ურთიერთობები. თებერვლის თვე და პირადი ურთიერთობები. პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემო ძვირფასებო არხის მოწონება, გამოწერა, გაზიარება, დაკომენტარება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტივობა, თქვენი უკავშირი ენერგეტიკული ბალანსისთვის და ახლა ვნახოთ უკვე რჩევა თებერვლის თვეზე თითოეული ვარიანტისთვის. ნახოთ რჩევა. თებერვლის თვის რჩევა. აი ესე. კარგი ბატონო. დავიწყოთ, ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იდენტიფიკატორი გააკეთეთ მხოლოდ აი ამ ორი არკანით. ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, დააპაუზეთ, რომ აირჩევთ, მერე განაგრძეთ ყურება. აი ხა მე კი თქვენს წინაშე უკვე ესე გავწევ მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტის გარჩევით. ნახოთ პირველი ვარიანტი თვის საერთო ენერგია, თებერვლის თვე. ორიანი ხმლები. ორიანი ხმლების ენერგია ჩემო ძვირფასებო აქ მაძლევს ისეთ განწყობას, თითქოს რაღაცა აი ძალა გამოცლილი იწყებთ თებერვლის თვეს, პირველი ვარიანტი. აი თითქოს რაღაცა რთული
პერიოდი გამოიარეთ, ძიმე იყო ეს რაღაცა პროცესი, რასაც გადიოდით და ეხლა თითქოს აი ძალების მოკრების დრო არის, ძალების მოკრების დრო, მაგრამ ცოტა არ იყოს და დაღლილი ხართ. აი დაღლილი ხართ, უფრო აქ მე მომდის ფსიქოემოციური დაღლილობა, ცოტა რაღაცა პესიმიზმი, იმედგაცრუება, აი რაღაცა პაუზა თითქოს აუხსნელად რომ ფერხდება და ჩერდება მოვლენები თქვენს სივრცეში. აი ესეთი თვის ენერგეტიკა არის პირველ ვარიანტთან. მოდი დავამატებ აქ თვის საერთო ენერგიას ორ არკანს. პირველი ვარიანტი ეს წარსულია თუ ეხლა არის თებერვლის თვე, აი ესეთი ენერგეტიკით თქვენთან ეს ვნახოთ. ნახოთ ამ პირველი ვარიანტი. წარსულია თუ ეხლა არის ეს ენერგია თქვენთან. ხმლების დედოფალი მოვიდა და მოვიდა რვიანი პენტაკლების. ეს არის წარსული, ანუ წარსული ენერგიით, წარსულშია ეს რაღაცა პროცესი იყო ძალიან დამღლელი და დამქანცველი, უფრო ემოციურ დონეზე. მაგრამ აი თქვენ თითქოს აი თებერვალში უკვე ნახეთ ხმლების დედოფალი, იმიტომ ვკითხე წარსულია თუ მომავალი, აი ხმლების დედოფალი და პენტაკლების რვიანი ეს მეუბნება უკვე იმას, რომ თქვენ იკრებთ ძალას და უკვე კონცენტრაციას აკეთებთ პრიორიტეტებზე. მოდი აღარ ფლანგავთ ენერგიას და ემოციას იმაზე, რაც არ არის საჭირო და აუცილებელი. ეხლა ვნახოთ როგორი სიტუაციაა პირველი ვარიანტისთვის ფინანსებში. ნახოთ ფინანსებში რა ხდება. თასების დედოფალი, ორი დედოფლის ენერგია გვაქვს აქ, ხმლების დედოფლის და თასების დედოფლის. ფინანსებში თასების დედოფალი ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ პრინციპში იცით როგორ ხართ? კი იცით რომ რაღაცა სიტუაციები ისე არ არის როგორც უნდა იყოს, მაგრამ ახერხებთ და ინარჩუნებთ ემოციურ სტაბილურობას. ახერხებთ და თითქოს მიჯნავთ მიჯნავთ ისეთ სიტუაციებს თქვენი სივრციდან, რომ აი არ შემოიტანოთ და ძალიან არ შეიხოთ ეს პროცესი. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს ფინანსებთან დაკავშირებით, ანუ ემოციური თვითკონტროლი, აი აქ სახეზე გვაქვს, კი არის აქ დაძაბულობა. უკაცრავად, აი დავამტკიცე. კი არის აქ დაძაბულობა, გარკვეული ტიპის ნერვიულობა, მაგრამ გიჭირავთ თქვენი ნერვული სისტემა პირველ ვარიანტს. ვნახოთ აბა კარიერაში რა ხდება. კარიერაში არის 7-იანი კვერთხები, ჩემო ძვირფასებო. კარიერაში 7-იანი კვერთხები მიანიშნებს იმას, რომ თითქოს მოგიწევთ თებერვალში ძალისხმევის გამოჩენა, დამატებითი ძალისხმევა, რომ რაღაცას მიაღწიოთ. რას ნიშნავს რაღაცას მივაღწიოთ? ანუ თითქოს აი ესე თავისთავად მოვლენები არ მოხდება. ანუ თქვენ უნდა მიეხმაროთ, თქვენ უნდა ჩაერთოთ პროცესში და რაღაც გვერდიდან პასიური პოზიცია არ აირჩიოთ. იყავით პროცესში, იგრძენით აი ეს ნაკადი სიტუაციის თუ დაუშვათ მოვლენების, რაც ამ კარიერულ კონტექსტს უკავშირდება. ვნახოთ ახლა ფინანსური, ბოდიში პირადი ურთიერთობები რა არის? ანუ ცხრიანების ხმლები. ცხრიანების ხმლები ემოციებზე გითხარით მე თქვენ, რომ რაღაც ემოციური პრიქველი უძღვებოდა აი ამ ყველაფერს, ხო? თითქოს რაღაცა წინა პრეისტორია იყო თებერვლამდე ძალიან ისეთი ემოციური და დამთრგუნველი, დაძაბული სიტუაციები. აი შეიძლება ეს ყველაფერი იყო პროვოცირებული პირადი ურთიერთობებიდან, იმიტომ რომ რაღაც ეხლაც აი პირად ურთიერთობებშიც თითქოს ისე ხართ, რომ არ იცით მოვლენები როგორ განვითარდება, რანაირად განვითარდება, ცოტა დაძაბული ხართ. მე ვიტყოდი, რომ აქ რადგან ხმლების დედოფალი და ხმლების თასების დედოფალი ამოგვივიდა, შესაძლებელია, რომ ეს სიტუაცია, რომელიც პირად ურთიერთობებში ქაოტური და გაურკვეველია და ცოტა ბუნდოვანიც, დამთრგუნველიც, ემოციურად გამაღიზიანებელიც,
თქვენ ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიტანოთ სამსახურში და არ გადაიტანოთ ფინანსებში, იმიტომ რომ რაღაცნაირად კასკადურად მიყვება ეს პროცესები თქვენ შემთხვევაში ერთმანეთს. ანუ პირადი ურთიერთობები თუ ირევა, თქვენი ყველა სფერო, ეს იქნება კარიერა, ფინანსები, თუ აი ზოგადად ენერგეტიკული ბალანსი, აი ცოტა მოიკოჭლებს მე ამ შემთხვევაში. ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირად სივრცეში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე. აი ამ შემთხვევაში ცოტა პირველ ვარიანტს აქ სირთულე გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს გაწონასწორებულობა და სტაბილურობა და რაციონალური ტვინი შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ საქმეს არ ჭირდება ზედმეტი ემოციები. ვნახოთ ახლა რჩევა და რა საინტერესოა რჩევის სახითაც, როგორც თვის საერთო ენერგია, რჩევის სახითაც მოვიდა ორიანი ხმლები, ანუ ერთმანეთს დაემთხვა ეს ორი ენერგია. რჩევა რა არის, იცით ჩემო ძვირფასებო? აქ რაღაცნაირად, აი წეგანო გითხარით, რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ და გამიჯნოთ ერთმანეთისაგან ემოცია და საქმე. ანუ თუ ამ ორ სიტუაციას, აი ამ კომპონენტებს ერთმანეთში აურევთ, ძალიან დაიხლართებით და ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რასაც დაუშვათ ან გეგმავთ, ან ელოდებით. იმიტომ რომ ეხლა აქ ორი არკანი რომ დავამატეთ თვის ენერგიაში, ხო? კი ბატონო, წარსულია, კი ბატონო, პრეისტორია, მაგრამ აი რაღაცა გავლენა, ტენდენციური გავლენა, ეს ლაითმოტივები მაინც აქტიურია და მოყვება თებერვლის თვეს. და გვირჩევენ, რომ შედით აი ამ ხმლების დედოფლის და თასების დედოფლის ენერგიებში და თავი შეიკავეთ, მოთოკეთ საკუთარი თავი და შინაგანი ბალანსი, შინაგანი ცენტრი იპოვეთ, იმიტომ რომ ეს ცენტრი თქვენ თუ დაკარგეთ, ვერავინ ვერ მოიტანს იმ სიმშვიდეს გარედან და უშუალოდ რასაც მოითხოვს სამყარო თქვენგან. აი ესეთია პირველ ვარიანტთან, ცოტა რთული ენერგეტიკული სიტუაცია გვაქვს, პირველი ვარიანტი, თუმცა არა გამოუვალი და მე ვიტყოდი ყველაფერი არის თქვენს ხელში თებერვლის თვეში. უსმინეთ აუცილებლად მე თითოეული კვირის პროგნოზს, რომელსაც აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე თქვენთვის და მე იქაც გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რაც გინდათ. ხოლო პირადი კონსულტაციისთვის თუ რაიმე საკითხი აქ მნიშვნელოვანი იყო ისეთი, რაც თქვენი აზრით საჭიროებს პირად კონსულტაციას, გელოდებით, რა თქმა უნდა, პირად შეტყობინებაში, რომელიც მითითებული იქნება ამ ვიდეოს თავზე. ეხლა ნახოთ მეორე ვარიანტი. ესეთი ქვა გვაქვს აქ მეორე ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტი თქვენი თვის საერთო ენერგია, თასების დედოფალი. თასების დედოფალი აქ საკმაოდ გაწონასწორებული, საკმაოდ ისეთი მშვიდი ენერგეტიკული ვითარებაა მეორე ვარიანტთან. პრინციპში თქვენ აქ სტაბილურობის განცდა გაქვთ. თებერვალი იქნება წონასწორობისა და სტაბილურობის ზოგადი ტენდენციებით გამორჩეული თვე. ვნახოთ აბა კიდევ რას ეხება ეს თქვენი თასების დედოფლის ენერგია. რას ეხება? მეორე ვარიანტი. დავამატოთ აქაც ორი არკანი. არკანი მეეტლე, მაღალი არკანი და არკანი იეროფანტია. საინტერესოა ძალიან. იცით რა, აქ პრინციპში მე რასაც ვგრძნობ არის ის, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი უნარი, სიბრძნე, მოთმინების უნარი, გაქვთ ძალიან კარგი, ჩემი ძვირფასებო აქ მეორე ვარიანტი, ძალიან კარგი მოთმინების უნარი გაქვთ და თითქოს რასაც დიდი ხანია ელოდით, აი თებერვლის თვეში ეს პროცესები ნელ-ნელა უკვე რაღაცა ხორცშესხმას დაიწყებს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ენერგია აქვს, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, აქ თასების დედოფალი მოვიდა ტენდენციის განსაზღვრელ არკანად და რომ დავამატე ორი არკანი, მოვიდა არკანი მეეტლე და არკანი იეროფანტი. ანუ
ეს ორი ენერგია ცოტა ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ აი არკანი მეტლი ძალიან სწრაფია და არკანი იეროფანტი პირიქით ძალიან ნელია და სადღაც საშუალოვდება, აი ასაშუალოებთ, გააქვთ უნარი უკვე თებერვლის თვეში, რომ ეს რაღაცა წონასწორობის წერტილი იპოვოთ, აი ზუსტად წონასწორობის წერტილი იპოვოთ და იმ წონასწორობის წერტილსიდან უკვე დაიწყოთ ქმედებები, რაც გინდათ რომ განახორციელოთ, ხო? ეხლა ვნახოთ ფინანსებში რა ხდება და ფინანსებში მოვიდა 10-იანისა ბოდიში 8-იანი თასების. ფინანსებში 8-იანი თასების ენერგია ზუსტად არის აი გადაწყვეტილება, წონასწორობა, იმ აი რაც გიხსენეთ წეღან, გადაწყვეტილება, რომ რაც გასაშვებია, რაც ჩასახსნელია, რაც უკან მოსატოვებელია, ვიტოვებ, ну რაც ესეთი გამოთქმა რო გვაქვს, ხო? რაც უკვე მომხდარია, იმაზე ნერვიულობა არ ღირს და რაც უნდა მოხდეს, არც იმაზე ნერვიულობა არ ღირს. ანუ უნდა ვიცხოვრო აწმყოთი, ხო? შესაბამისად, აწმყოთი ცხოვრების გადაწყვეტილება თქვენ აქაც აჩვენა, რომ მიიღეთ მეორე ვარიანტი და აი ამ წონასწორობით და ამ რაღაცა გასაშუალოებული მდგომარეობით, არც ძალიან კარგი, არც აი გასაშუალოებული მდგომარეობით თითქოს მეტნაკლებად ინარჩუნებთ სტაბილურობას და ბალანსს. ეხლა ვნახოთ კარიერაში რა ხდება. აი კარიერაში არის 4-იანი ხმლები, ანუ აქაც მოლოდინის მდგომარეობა, აქაც შენელებული პროცესია, აქ არ მოხდება რაღაცა არსებითი ცვლილებები, მეორე ვარიანტთან ისეთი რაღაცა მხუხარე ან დაწინაურება ან რაღაც ესეთი, აი აქ ვერ ვიტყვი რომ მოხდება მეორე ვარიანტთან თებერვლის თვეში, თუმცა აქაც იქნება რაღაცა ესეთი აი სტაბილური სიტუაცია, მოკლედ სტანდარტული სიტუაცია. ნახოთ პირად ურთიერთობებში რა ხდება. პირად ურთიერთობებში ყავს ხმლების მეფე. ხმლების მეფე ახლა პირად ურთიერთობებში და თასების დედოფალი პრინციპში აქ ვიტყოდი რომ არაჩვეულებრივი წყვილია. თუ თქვენ აქ თქვენს მეწყვილესთან გაქვთ ისეთი კავშირი, რომ ის ადამიანი არის პასუხისმგებელი საგარეო საქმეებზე და თქვენ საშინაო საქმეებზე და თქვენ თუნდაც თქვენი კარიერა, თქვენი ფინანსები გჭირდებათ იმისათვის, რომ მოიხმაროთ მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ, არაჩვეულებრივი ენერგია აქვს თებერვლის თვეში. ანუ ხმლების მეფე ამის შესაძლებლობას მოგცემთ. კი, ეს არის ცოტა ცივი ენერგეტიკის მქონე ადამიანი, შეიძლება აქ იყოს სხვათა შორის ზოგიერთთან ასაკში სხვაობაც მცირედი, ან რაღაცა ემოციებს ითხოვდეთ თქვენ და აქ ვერ იღებდეთ, რაღაცა ისეთი დისკომფორტები შეიძლება იყოს, თუმცა ეს ადამიანი მაინც ახერხებს და გაძლევთ იმ უსაფრთხო წერტილის შეგრძნების და განცდის შესაძლებლობას, რაც თქვენ ძალიან გჭირდებათ. და უსაფრთხო წერტილი არის ის, რომ რასაც მე გამოვიმუშავებ და რასაც მე კარიერულად ვაღწევ, ის არის მხოლოდ ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი მესთვის, ჩემი პირადი დანიშნულებით მოსახმარი და არ ჭირდება ეს არც ოჯახს და არც არავის სხვას, მხოლოდ ჩემთვის არის. ნახოთ ახლა რჩევა 3-იანი ხმლები მოვიდა აქ. აი რჩევის სახით ცოტა უცნაური ენერგია გვაქვს აქ 3-იანი ხმლები. მე რაც გითხარით აქ წყვილთან დაკავშირებით, აი თასების მეფისა, თასების დედოფლისა და ხმლების მეფესთან მიმართებაში, რომ დაუშვათ, კი, შეიძლება რაღაცა უკმაყოფილებები იყოს, კი, შეიძლება რაღაცა არ იყოთ ისე, რომ აი რაც გინდათ, მოკლედ თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება ამას ვერ გააძლევდეთ და ფიქრობდეთ, რომ აი მე უფრო მეტი ემოცია მჭირდება, მე უფრო მეტი გაგება მჭირდება, უფრო მეტი მხარდამჭერა მჭირდება და ასე შემდეგ, ხო, აი ხმლების 3-яნის ენერგიით აქ გვაძლევს ნიშანს სამყარო, რომ მოითხოვთ იმაზე მეც, ვიდრე ამ ადამიანს შეუძლია რომ თქვენ მოგცეთ. რატომ ამბობ, იცით, აი გადაჭარბებული მოთხოვნები მე რატომღაც გადადის ხოლმე პრეტენზიაში, მე არ ვამბობ, რომ არ იმსახურებს საუკეთესოს, ყველა ჩვენგანი ვიმსახურებთ საუკეთესოს, მაგრამ ვიმსახურებ ერთია და მეკუთვნის მეორე, ხო? აი რასაც გაძლევენ და რაც გეკუთვნით, აი ამაში მოიპოვეთ წონასწორობა. აი აქ არის ესეთი სიტუაცია, ზუსტად მეორე ვარიანტთან შეიძლება იყოს აქ რაღაცა ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, კიდე ხა ერთი ისიც წამოვიდა აქ მეორე ვარიანტთან.
აი ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, ცოტა მეტი პრეტენზიები, თითქოს რაღაცა ერთმანეთის მიმართ წაკინკლავებები, მაგრამ აი თებერვლის თვეში გირჩევენ, რომ ნუ გაამწვავებთ და ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს. იმიტომ რომ ეს არ დასრულდება თქვენთვის სასიკეთო იმ შედეგით, რაც დაუშვათ ადრე გქონიათ გამოცდილებაში. თუ ადრე მაგალითად გიკამათიათ ან ესეთი პრეტენზიული ტონი გამოგიჩენიათ და მიგიღიათ სასურველი, აი ეხლა თებერვალში ცოტა შეიძლება რომ ეს შედეგი ვეღარ დადგეს და აღარ დადგეს. ის გაითვალისწინეთ რომ თქვენ რო გენცვლებათ განწყობა, მეორე ადამიანსაც შესაბამისად ეცვლება განწყობა და ყოველთვის იმ ხასიათზე არ არის რომ თქვენი რაღაცა ეს ან განცხადებები, ან პრეტენზიები, ან მოთხოვნები და ასე შემდეგ შეასრულონ. ეს ზოგადად ეხება ყველა სფეროს და ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვაცნობიერებ, რომ მეც ინდივიდი ვარ და მეცვლება გუნება და განწყობილებები და დამოკიდებულებები და ასევე ვაცნობიერებ იმას, რომ სხვებსაც შეიძლება შეეცვალოთ ეს დაუშვათ შეგრძნებები ჩემთან მიმართებაში. ეს არის ჯანსაღი ჩვეულებრივი ურთიერთობა, როდესაც ამას უშვებ, მაგ შემთხვევაში კონფლიქტებიც უფრო ნაკლებია ხოლმე. სტანდარტული გამოცდილებით, რასაც გვაჩვენებს თუნდაც ეს ფსიქოთერაპიული კონსულტაციები, ხო? ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ესეთია თებერვლისთვის საერთო ენერგია პირველი და მეორე ვარიანტისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, დაკომენტარება, გაზიარება. თქვენ რამდენად რეზონირდა ეს ყველაფერი დამიწეროთ, ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ მე ამას ყველაფერს ვკითხულობ, ვცდილობ თითოეულ თქვენთაგანს ინდივიდუალურად გაგცეთ პასუხი და მეც თქვენთან ერთად ვიყო მჭიდრო და ახლო კომუნიკაციაში. გისურვებთ მშვიდობიან თებერვლის თვეს, გისურვებთ წონასწორობას, ბალანსს და გისურვებთ თქვენი სურვილების საუკეთესო და ეკოლოგიური გზით შესრულებასა და განხორციელებას. ძალიან დიდი მადლობა, შევხვდებით უახლოეს მომავალში.